თბილისის ზღვასთან ეკოქალაქი აშენდება 700 მილიონიან პროექტს საპარტნიორო ფონდი აფინანსებს და მას სლოვაკური კომპანია Gino Green City კორპორაცია განახორციელებს. პროექტისთვის თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცა, რომელიც კომპანიას ეტაპობრივად შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად გადაეცემა. საინვესტიციო გეგმებში შედის გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა. პროექტის ავტორების თქმით, თბილისი Eco Green City აღმოსავლეთ ევროპაში პირველი თანამედროვე ტიპის ეკოქალაქი იქნება. ეს ადგილი განვითარდება როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით და ენერგოეფექტური თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ტექნოლოგიების შემოვარაც დაინერგება ჩვენს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით შემდეგ ეს უკვე სამაგალითო გახდება სხვებისთვის. იქნება ალბათ ტურისტებისთვის თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო თავშეყრის ადგილი. დაახლოებით 80 ჰექტარი იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა საბავშვო ბაღები, საავადმყოფო, სკოლა. პროექტი გათვლილია 10 წელიწადზე, იწყება პრაქტიკულად წელს და 2027-2028 წელს განსაზღვრულია მისი დამთავრება. უკვე ჩადებული რაც არის 50 მილიონამდეა დღეისდღეობით. ვაპირებთ, რომ აი წელს და მომავალ წელს დაახლოებით კიდე ალბათ 100 მილიონი იქნება ჩადებული და თანათანობით ეს ტემპები მოიმატებს თავისთავად.